მელიქიშვილის გამზირზე განვითარებული პროცესების პარალელურად რა დროსაც ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულმა ტიტუშკებმა სადეს ქალების დახრჩობა, ასევე იძალადეს მშვიდობიან დემონსტრანტებსა და თავისუფალი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე, ახლა უკვე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღებენ ამ ყველაფერზე ინფორმაციას უშუალოდ კოალიციის წევრებისაგან. გარდა ამისა, საუბარი შეეხება იმ ყველაფერსაც ახლა ჩვენი ქვეყნის პროევროპულად განწყობილი მოქალაქეებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სენსიტიურია. ასევე დისკუსიისაგან იქნება სინდისის პატიმრებისა და პოლიტპატიმრების მდგომარეობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე თუ როგორ ესახება ბრძოლა ოპოზიციას იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც ახლა განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში უფრო მეტად გამოაჩინა ბიძინა ივანიშვილის გუნდმა მისი ძალადობრივი სახე და ხასიათი. ძალიან კრიტიკულ მომენტშია საქართველო, იმ პირობებში, როდესაც რუსული ოცნება პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს საქართველოს მოხვდეს სრულ იზოლაციაში, პოლიტიკურ იზოლაციაში, ეკონომიკურ იზოლაციაში, ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის სერიოზული საფრთხე არის. ბუნებრივია ჩვენ ოპოზიცია ვალდებული ვართ, რომ ჩვენი ხედვა თუ როგორ ვაპირებთ, რომ ქართული ოცნება გაუშვათ, როგორ ვაპირებთ, რომ არ დაუთმოთ რუსებს ეს ქვეყანა, ამასთან დაკავშირებით გვექნება 13-ში ჩვენ გვაქვს აქცია შესაბამისად ჩვენი საპროტესტო გეგმების შესახებაც გვექნება საუბარი, ასევე რა თქმა უნდა პოლიტიკურ პატიმრებზე, ჩვენ პოლიტიკურ გუნდის წევრებზე და არა მხოლოდ ყველა პოლიტიკურ პატიმარზე, სინდისის პატიმრებზე. ძირითადი აზრი არის, რომ ჩვენ დასავლურ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, საელჩოების წარმომადგენლებს გავაცნოთ ჩვენი სტრატეგია, ბრძოლის სტრატეგია და ის რომ მართლმსაჯულობა რეჟიმთან არის მთავარი ჩვენი ამოცანა და ის რომ ქართული ოცნებას არ გქონდეს იმის წარმოქმნა, რომ რაღაც ეტაპზე მიაღწევს ნორმალიზება სიტუაციის. არ არსებობს ნორმალიზება სანამ ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, ის გზა, რასაც გავივლით, იქამდე სანამ ივანიშვილის ხელისუფლება არსებობს, წინააღმდეგობას და ვინ არიან ამ წინააღმდეგობაში კონკრეტულად, სწორედ ამებზე ვისაუბრებთ დღეს. პროდასავლური პარტიები ყოველთვის კომუნიკაციაში ვიყავით საელჩოს წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მთელ მსოფლიოში არც ერთი დასავლური ცივილიზებული ქვეყანა არ ელაპარაკება ქართული ოცნების რეჟიმს. ყველამ უნდა იცოდეს ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის გარეთ ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც ამ კრიმინალურ დაჯგუფების წევრები არიან და ვინც ასეთ კრიმინალურ 90-იანების თბილისში გვაქციეს 3 დღის წინ მელიქიშვილის გამზირზე. შესაბამისად კი ესეც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა. 13 სექტემბრამდე ერთ კვირაზე, ხოლო 4 ოქტომბერამდე ერთ თვეზე ნაკლებ რჩება. აქედან გამომდინარე უკვე იწყება იმ გეგმების რეალიზება ოპოზიციის მხრიდან, რომელიც თეორიის დონეზე არსებობდა აქამდე. კონტურები უკვე საკმაოდ მკვეთრად არის გამოკვეთილი. აქედან გამომდინარე დღეს უკვე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საკუთარი ყურით ისმენენ იმ ყველაფერს, თუ როგორი არის ბიძინა ივანიშვილის გუნდის პოლიტიკური ოპონენტების ხედვა, მათ შორის ქართული ოცნების დამარცხებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მთავარი ასპექტი, რაც ამ პროცესში გაჟღერდა კოალიციის წარმომადგენლების მხრიდან არის ის, რომ ახლა უმნიშვნელოვანესია საზოგადოებამ გაიაზროს ის, რომ 4 ოქტომბერს ბრძოლის მთავარი ხაზი არა რომელიმე საარჩევნო უბანზე, არამედ დედაქალაქის მთავარ გამზირზე გადის. მანამდე კი რა თქმა უნდა ასევე აკეთებენ აქცენტებს უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე. ყველას ელოდებიან ჯერ 13 სექტემბერს, შემდეგ კი რა თქმა უნდა 4 ოქტომბერს. ამ ყველაფრის ძირითადი პათოსი არის ის, რომ მაქსიმალურად გქონდეს მათ შორის დასავლეთს ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ აპირებს ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ ბრძოლას.